ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის ორი მონაწილე. თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო ღონისძიებების მკურნალობით ჩანაცვლება მოითხოვეს. აქციას ასობით ადამიანი ესწრებოდა. რუსთაველის გამზირზე დღეს როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ნათია ქენქაძე უფრო დეტალურად მოგვიყვება ახლა აქციის შესახებ. ის მთელი დღის მანძილზე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და აქციას აშუქებდა. ნათია გისმენთ. თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია დღეს ნამდვილად ხმაურით წარიმართა. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, როდესაც აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცა. ისინი მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ განლაგებულიყვნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე მოედანზე და არ აძლევდნენ უფლებას სავალ ნაწილზე გადასვლის. თავის მხრივ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ იყო საკმარისი ადგილი და სწორედ ხალხის დიდი რაოდენობის გამო მიიღეს მათ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება, რაც გადაიზარდა ხმაურში, შეხლა-შემოხლასა და დაპირისპირებაში. რამდენჯერმე როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სცადეს, რომ გარკვეული პირები, რომლებიც დააკავეს, გადაიყვანათ საპატრულო პოლიციის ავტომანქანებამდე, აქციის მონაწილეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა საბოლოოდ პოლიციამ ორი პირი მაინც დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებული არის ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიცია მიზანმიმართულად გვავიწროვებს, არ გვაძლევს გამოხატვის საშუალებას, ვერ ვეტევით იმ ნაწილში ტროტუარზე და მოგვიწია ცავალი გზის გადაკეტვა და პოლიცია მიზანმიმართულად ესე მოდის, ჯიქურ ძალად, ძალას ხმარობს, წევს აქეთ, ვიღაცები მიყავს, ვიღაცის ხელიც კი დაარტყეს. ძალებები აქვს მიღებული ისე მუშაობას და პერსონალურად ძალიან მდგომარეობაში ვარ. ეს არის ხალხი, რომელიც აღწევს პოლიციას. ორგანიზატორებმა აქციას სპეციალურად დაამთხვიეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, რადგან ისინი თვლიან, რომ ადამიანის უფლებები ყველაზე ხშირად ამ მიმართულებით იღოლა, მათ კიდევ ერთხელ გააჩღერეს საკუთარი მოთხოვნები, რაც არის ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე, სასჯელის ფორმით პატიმრობის გაუქმება და კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. მათ დღეს გარკვეული თეატრალური ფორმა მისცეს აქციას, გაუშვეს თეთრი ბოლი, იყო ტრანსპარანტებიც. აქციას შეუერთდნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, წარმომადგენლები, როგორც ცნობილია, თეთრი ხმაურის მოძრაობა არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს საკუთარ კანონ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ქვეყანაში. აქ საუბარია ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე ხაზს უსვამ. რატომ დღეს? იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევების ესე ვთქვათ ყველაზე დიდი ფაქტები სწორედ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ ხორციელდება დღეს ქვეყანაში. ცვლილებები არის აუცილებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელი. დღეს ნარკოპოლიტიკა არის ძალიან რეპრესიული და პოლიციას აქვს ძალიან უხეში ინსტრუმენტები, რომლითაც ერევა ადამიანების პირად უფლებებში და თავისუფლებებში. მთავარი მოთხოვნა ამ აქციის არის ის, რომ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკით და სახელმწიფო არ იყოს დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება რეპრესიული მეთოდებით მოექცეს თავის მოქალაქეებს. ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ანუ რეალურად უნდა განისაზღვროს მინიმალური დოზები. დღეს 3/4 ნივთიერებებს საერთოდ არაა განსაზღვრული მინიმალური ოდენობა. უნდა განისაზღვროს მინიმალური ოდენობა და რეალურად უნდა მოხდეს ადამიანები მხოლოდ მოხმარების გამო ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. დღევანდელ აქციას ესწრებოდნენ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ამ თემაზე მიდის მუშაობა გუნდში, ის რომ მუშაობა ამ საკითხზე მიმდინარეობს, ამას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუმცა როგორი იქნება საბოლოოდ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობა, ამაზე წინასწარ ირაკლი კობახიძე არ საუბრობს. ჯანდაცვის მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მუშაობა უნდა განხორციელდეს ფრთხილად და სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობით. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ზოგადად ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება, ზოგადად არც ერთი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა ჟიდო. მათ შორის არც სისხლის სამართლის კოდექსი და არც ადმინისტრაციული კოდექსი. ის რომ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ეს ფაქტია. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვფიქრობთ და გუნდში შეგნით მიდის ამ თემებთან დაკავშირებით მსჯელობა. ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე ბევრი რამე შეიძლება თუ თქვენი კითხვა არის კონკრეტულად მარიხუანასთან მიმართებაში, მე მჯერა ორი რამ, რომ პირველი ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ და არა დაუშვათ რაღაცა ულტიმატუმის აკედელზე მიყენების ენით და ამაზე ფართო მსჯელობა უნდა იყოს პარლამენტში ამ დარგის სპეციალისტებთან და საზოგადოებასთან ერთად. მე მქონდა შეხვედრა დაინტერესებული პირებთან, მათ შორის შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ
საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე ჩვენ აქტიურად განვიხილავთ შესაბამის საკითხებს და აუცილებლად დაიწყება ამ საკითხებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. საჭიროა გარკვეული გადახედვა საქართველოს კანონმდებლობის, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა გადაისინჯოს ჩვენი კანონმდებლობა, ამას უკვე შემდგომი განხილვები გადაწყვეტს. როგორც უკვე გითხარით, თეთრი ხმაურის მოძრაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს კანონპროექტის საკუთარ ვარიანტზე ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. საკანონმდებლო ინიციატივა მზად უკვე საგანზაფხულო სესიისთვის იქნება და საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. მადლობა ნათია, ეს ნათია ქენქაძე იყო.